შემთხვევამ და ბედმა გადაწყვიტა ჩემი არტისტობა, ასე ვთქვათ. რომელმა შემთხვევით? სულ შემთხვევით აბსოლუტურად ბატონი მიშა თუმანიშვილი, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, გზაზე ვინც დამაყენა და აი ესე ხელი მკრა და პროფესია მომცა, ხელობა უფრო სწორედ, როგორც მას უნდოდა თქმა, უყვარდა თქმა, შენ კარგად იცი, ხელობა, რომ გადარჩე. რომ რანაირი შეთავაზება და როლი რაღაცა რომ შენ ისწავლო გადარჩენა, რომ ხელობა გქონდეს და მე ნიჭი ეს არის კიდე სხვა თუ გაქვს, ხო, კაი. ხო და შემთხვევით შეხვდნენ სადღაც პანაშვიდზე დედაჩემი და ბატონი მიშა და ბატონმა მიშა მოიკითხა, რომ ბაიაო რა შვებავო ხო ამთავრებს სკოლას და კიო და რას აპირებს და არ ვიციო დედაჩემმა თქვა, ჯერო არ გადაუწყვეტიაო და მაშინ იწყებდა ჯგუფის ხონას სახელოსნო პირველ ნაბიჯებს, ასე ვთქვათ და ყოფილ ფიზკულტურის ინსტიტუტში რეპეტიციები ჰქონდათ დაწყებული და ბატონმა მიშამ ესე უთხრა დედაჩემს რომ მოვიდესო, იაროსო, შეხედოსო. თუ მოეწონება, მოეწონება, თუ არა და მე შენ მაინც არ დაგაბრალებს რომ აი მე არ გამიშვი სამსახიობოზე, ხო და გზა ამიბნი. იმიტომ რომ დედაჩემს ამის გამოცდილება ჰქონდა, ჩემ ძმა მთელი ცხოვრება აი დამღუპე, მე ძალიან მაგარი არტისტი ვიქნებოდი და არ გაუშვა.